კონსილიუმ მედულამ წარმატებით გაიარა Accreditation კანადას საერთაშორისო შეფასების უმნიშვნელოვანესი ეტაპი და მიიღო პლატინის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ კონსილიუმ მედულამ წარმატებით დააკმაყოფილა 1000-ზე მეტი საერთაშორისო სტანდარტი. საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს საქმიანობის ყველა ასპექტი, მაგალითად, როგორიც არის კლინიკის დოკუმენტაცია და პროცედურები, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების სისტემები, ასევე პაციენტთა უსაფრთხოების სტრატეგიები, პაციენტის ჩართულობის მექანიზმები და კომუნიკაციის ეფექტური პროცესები. რის გარანტიას იძლევა სერტიფიცირება და რას თავაზობს კლინიკა კონსილიუმ მედულა თავის პაციენტებს, რომლის ხარისხიც სამედიცინო მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. დეტალებს უკვე ჩვენი სტუმრისგან მოვისმენთ საქმე სტუდიას ანა ბოლქვაძე, მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულას კლინიკური და ხარისხის დირექტორის სტუმრობს. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. მე რო ვიცი კანადის სააკრედიტაციო ცენტრის ამბავი 1000 რაუჯერს. მე მგონი 1300-ზე და უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ ძალიან დეტალებში შედიან და რაც თავარია, ეს შეფასება მხოლოდ პროცესის დასაწყისია და მე მუდმივად გაგრძელდება. ბოდიშვით. ანა, რას ნიშნავს ეს სერტიფიცირება კონსილიუმ მედულამ, რაც მიიღო და მიანიჭა Accreditation კანადამ პირველ რიგში როგორც კომპანიისთვის და კლინიკისთვის, ასევე თავად იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან კონსილიუმ მედულას მომხმარებლები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენი გადაცემის მაყურებლებს. მიხარია, რომ აქვს შესაძლებლობა დღეს ამ თემაზე თქვენი ეთერის საშუალებით რომ ვისაუბრო. პირველ რიგში სანამ აკრედიტაციაზე ვისაუბრებ, ორი სიტყვით კლინიკის შესახებ მოგახსენებთ. კონსილიუმ მედულა ეს არის 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა სპეციალიზირებულ ონკოლოგიურ ცენტრს. ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც დანერგა კლინიკურ კვლევებში ჩაერთო ონკოლოგიური მიმართულებით კლინიკურ კვლევებში და ასევე წლების განმავლობაში განავითარა უკვე თავისი სერვისები და დანერგა თერაპიული, ქირურგიული და დიაგნოსტიკური განყოფილებები. ჩვენი ასე თქვა ძირითადი პრინციპი, კონსილიუმი და სახელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ პაციენტზე და კლინიკაში ექიმთა გუნდი ერთიანდებიან პაციენტების ირგვლივ, რომ მათ ერთობლივად დაგეგმონ დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პაციენტის მართვის სტანდარტები და მეთოდები. ჩვენი კლინიკის ასე ვთქვათ ონკოლოგიურ მიმართულებაში ინოვაციური თვალსაზრისით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის კუთხით არაერთი ახალი მეთოდი იქნა დანერგილი, როგორიც არის მაგალითად სტერეოტაქტიული ბიოპსია, ძუძუ სტერეოტაქტიული ბიოპსია, ასევე ჰიპერთერმიული ინტრაპერიტონიალური ქიმიოთერაპია, ეგრეთ წოდებული HIPEC-ის პროცედურა. რაც შეეხება აკრედიტაციას და ის მნიშვნელოვანი მიღწევა ახლა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგაზესა მოგადავალ. აი, რა თქვენ ბრძანეთ? იყო მკვეთრად ონკოლოგიაზე ორიენტირებული, დღეს ის მრავალპროფილურია. დიახ. აი, შიფტი და გადართვა რომელ წელს მოხდა და ფარავთ ყველა მიმართულებას, ხო, უკვე სრული უნივერსალურობა? ფაქტიურად ყველა მიმართულებას ვფარავთ, მრავალპროფილურობის თვალსაზრისით, თუმცა რა თქმა უნდა, გეგმა გაფართოების და განვითარების სერვისების კიდევ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა უკვე წარმოადგენს მრავალპროფილურ კლინიკას, დაიმატა ისეთი სერვისები, როგორიც არის ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ყბასახის ქირურგია. ეს მიმართულებები უკვე ჩვენს მრავალპროფილურ სერვისებში შემოდის. ონკოლოგია რჩება დიახ, ის წარმოადგენს ასე ვთქვათ ჩვენს პირველ სერვისს და იყო ამ კუთხით ჩვენი კლინიკა ცენტრი ონკოლოგიური. გიორგის ცოდნია თუ როგორ აფასებს Accreditation კანადა, რამდენად სიღრმისეულად, თუმცა სიღრმისეული მაგას არ ქვია. მე არ მინდა დრამატიზება რაღაცების, მე ვიცი როგორ დეტალებში ჩადიან და ასთავარია ვიცი შემდგომ როგორ მონიტორინგს აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ პლატინიუმის თემა პასუხისგებლობა ორჯერბედია. ამიტომ კონსილიუმ მედულას გუნდი ნაწილობრივ იქნება სულ აი კავშირში კანადის აკრედიტაციის ცენტრთან, რომ ყველაფერი მუდმივად სრულდებოდეს. ბოდიშვით, ის ილაპარაკოთ თქვენ. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, პროცესი ზუსტად ასე გამოიყურება. თვითონ აკრედიტაცია კანადაზე რო ვისაუბროთ ორგანიზაციაზე, ესეც მიგვახვედრებს, ასე ვთქვათ, რა მასშტაბის არის ეს ორგანიზაცია. ფაქტიურად სამყაროებლებსაც რომ აუხსნათ, აი ძირითადი ყურადღება რას ექცევა, როდესაც უნდა მიანიჭონ აკრედიტაცია ნებისმიერ სფეროში კომპანიას და ამ შემთხვევაში კონსილიუმ მედულას. რა იყო, რა გამოარჩიეს და რა არის ის თქვენ თვალსაზრისითაც და თქვენი აზრით გამორჩეული კონსილიუმ მედულაში?
თვითონ აკრედიტაცია კანადა ეს არის 60 წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, არამომგებიანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აფასებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს და პაციენტის უსაფრთხოებას კლინიკებში. ის არის უკვე 42 ქვეყანაში წარმოდგენილი და აკრედიტებული აქვს 14000 სამედიცინო დაწესებულება და ჩვენი ქვეყანაც უკვე ამ ქვეყნების რიგებს შეუერთდა. მათ აქვთ ხარისხის 8 განზომილება, რის მიხედვითაც ხდება ზოგადად სამედიცინო დაწესებულებების შეფასება და შემდგომ უკვე აკრედიტაციის მინიჭება. ეს განზომილებები არის მოსახლეობაზე ფოკუსირება, რომ კლინიკებს აქვთ ვალდებულება განსაზღვრონ მოსახლეობის საჭიროებები და უკვე ამის მიხედვით დანერგონ თავიანთი სერვისები. ეს არის უსაფრთხოება, რომ შექმნან კლინიკაში უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს შემცირებული რისკები სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში. ეს არის ორიენტაცია პაციენტზე, რომ პაციენტის და პაციენტის ოჯახის წევრების ინტერესები იყოს გათვალისწინებული მკურნალობის პროცესში და მათ ჰქონდეთ ხმა თავიანთი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. ეს არის ასევე აქცენტი იმ გარემოზე, სადაც სამედიცინო პერსონალს უწევს მუშაობა, იმიტომ რომ სწორედ ესეთი გარემო არის მნიშვნელოვანი, რომ ექიმებმა და სამედიცინო პერსონალმა ზოგადად შეძლოს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების გაწევა. ასევე არის ეფექტიანობა ზოგადად კლინიკებმა, რომ არ გაფლანგონ თავიანთი რესურსები დრო იმისთვის, რომ სწორად იყოს დაგეგმილი სამედიცინო მომსახურება, ხელმისაწვდომობა, ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ამ 8 განზომილებიდან, რომ ეს მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი და არ შეექმნათ ბარიერები პაციენტებს მომსახურების საჭიროების დადგომის მომენტში და ეს არის შესაბამისობა, რომ ყველა ის სამედიცინო ნაბიჯი და საფეხური, რომელიც იქნება გადადგმული, იყოს დასაბუთებული და იყოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული. სწორედ აი ამ 8 განზომილების ხარისხის განზომილების მიხედვით, როგორც უკვე თქვენს ახსენეთ, 1300-ზე მეტი კრიტერიუმი ფაქტიურად წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგად, რომელიც გულისხმობდა სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას, პერსონალის სწავლებას, ტრენინგებს, ეს პროცესი შეფასდა ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად და მაინც ამ 1300-დან რომელია? თვითონ პროცესი უკვე დიდი გამოწვევაა, იმიტომ რომ ეს როგორც ვახსენეთ, არ გულისხმობს მხოლოდ ამ სტანდარტების დოკუმენტირებას. ეს არის ამ ყველაფრის გადატანა ყოველდღიურ პროცესში და არც ერთჯერადი არ არის, ასე ვთქვათ, აკრედიტაციის მიღებით დანერგვა იმპლემენტაცია. დიახ, იმიტომ რომ ერთჯერადად რაღაც მომსახურების ამ სერტიფიკატის მიღებით არ მთავრდება ეს პროცესი. შესაბამისად, მთლიანად გამოწვევა იმისთვის, რომ პერსონალმა მუდმივად უნდა გააუმჯობესოს, თუნდაც დღეს მიღებული ეს სტანდარტი პლატინაც კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. შესაბამისად, ამისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა და სწავლება, ტრენინგები პერსონალის. ამიტომ მთლიანად ეს პროცესი წარმოადგენს გამოწვევას, იმიტომ რომ არ არის ცოტა 1300-ზე მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოგეხსენებათ. წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ პაციენტი, დამჭირდა კონკრეტული პროცედურების გავლა და თავიდანვე მქონდა მონიშნული კლინიკა კონსილიუმ მედულა, თუმცა მეორეს რო გავიგე, რომ მიიღეთ კანადა აკრედიტეიშენის აკრედიტაცია და ეს პლატინუმ აღიარება, რა იცვლება პაციენტისთვის? მე დავამოკლებ კითხვას მარტივად ჩემს მაგალითზე. რა შეიძლება პაციენტისთვის და რითი იქნებით უკეთესები და რაც თავარია კონკურენტ უნარიანები? ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის, რადგან ფაქტიურად აკრედიტაცია კანადის პლატინის სერტიფიკატი პაციენტისთვის ნიშნავს გარანტიას იმისას, რომ ის იღებს კლინიკაში უსაფრთხო, მასზე ორიენტირებულ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. უფრო პაციენტებისთვის გასაგებად, რომ ასე ვთქვათ, ავხსნათ ეს ყველაფერი, ეს არის რამოდენიმე პროცესის დაკმაყოფილება და მიწოდება და გარემოს შექმნა პაციენტებისთვის. მაგალითად, ეს არის უსაფრთხო ინფექციებისგან უსაფრთხო გარემო, სადაც ჰიგიენურ სანიტარული რეჟიმის დაცვით, ხელების სწორი ჰიგიენის დაცვით და პაციენტის იზოლაციური საჭიროებების გათვალისწინებით ხდება გარემოს უზრუნველყოფა. ეს არის უსაფრთხო ქირურგიული პროცედურები, სადაც ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ გაწერილი სტანდარტების მიხედვით ხდება მოქმედება. მედიკამენტების მენეჯმენტი, სადაც პაციენტებისთვის მედიკამენტების ადმინისტრირების, დანიშვნის და მედიკამენტების მართვის მთლიანი პროცესის, ასე ვთქვათ, შეფასება ხდება, რომ მინიმუმამდე იყოს დასული აქ რისკები. უსაფრთხოება, რაც გულისხმობს, რომ ყველა შესაძლო რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვა სამედიცინო დაწესებულებაში, ეს არის მინიმუმამდე დაყვანილი. ასეთივე არის მაგალითად იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული, პაციენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული რისკები, რისთვისაც სამაჯურების სისტემა არის დანერგილი კლინიკაში, რომ არ მოხდეს შემთხვევით არევა იდენტიფიკაციის პროცესში პაციენტის.
ასევე მნიშვნელოვანი არის მაგალითად დაცემის პრევენცია, რომელიც ერთ-ერთი უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და რის ირგვლივაც კლინიკაში ხდება როგორც გარემოს ადაპტაცია და მორგება პაციენტზე იმისთვის, რომ არ მოხდეს პაციენტის დაცემა და დაშავება მკურნალობის პროცესში და კომუნიკაციის ნაწილი, სადაც ექიმების და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს პაციენტთან დაკავშირებული საკითხების სწორად მოხდეს ინფორმაციის გადაცემა, არ მოხდეს ასე ვთქვათ ინფორმაციის დაკარგვა ამ პროცესში. აი ეს ქმნის საბოლოო ჯამში იმ გარანტიას უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის, რომელსაც ადასტურებს უკვე ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება პლატინის აკრედიტაციის სერტიფიკატის მინიჭება. დიახ. მეგონი გეგმების თემა დრო დადგა. იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რაც რეალურად მიღებული არის accreditation კანადას მიერ, ეს არის ასაფრენი ზოლი, მე ვიტყოდი, საიმისოდ, რომ განსაკუთრებით სამედიცინო და კლინიკური მიმართულება განვითარდეს და შესაბამისად ჩვენი შემაჯამებელი კითხვა აწყო მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულას სამედიცინო კლინიკური დირექტორის მიმართ იქნება სწორედ თქვენი გეგმები. ჩვენ როგორც უკვე ვახსენეთ დასაწყისში, ეს ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯია, თუმცა ეს არ არის საბოლოო ნაბიჯი, რომელიც გადადგა კლინიკამ, ანუ აკრედიტაციის მიღებით არ მთავრდება პროცესი და რა თქმა უნდა გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და წინ დიდი გეგმები გვაქვს. უახლოეს მომავალში იგეგმება ჩვენი ახალი 6 სართულიანი შენობის გახსნა, სადაც მოხდება სერვისების გაფართოება, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ეტაპზე ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადადგმული გვაქვს, ჩვენ დაგვემატა ორთოპედია, ტრავმატოლოგია, თავკისრის ქირურგია, ყბასახის ქირურგია, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ინტერვენციული კარდიოლოგიის, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისების და რეაბილიტაციის სერვისების განვითარება. ასევე ჩვენ ვახსენეთ, რომ აკრედიტაცია ეს არის პაციენტზე ორიენტირებული, ასე ვთქვათ, მომსახურების შექმნის საშუალება და სწორედ ამ კუთხითაც ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას. ჩვენი სურვილი არის, რომ ჩვენს კლინიკაში ზოგადად ერთ-ერთი ასე ვთქვათ სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო ასევე აკრედიტაციის პროცესში პაციენტთა და მათი ოჯახის წევრებთან მრჩეველთა საბჭოს ფორმირება, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს დააფიქსირონ და მონაწილეობა მიიღონ ზოგადად კლინიკის განვითარებაში, ყოველდღიურ პროცესების განვითარებაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი გეგმები, რომ ვფიქრობთ უფრო მეტად გავაფართოვოთ მათი ჩართულობა, იმიტომ რომ მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არის შემდგომი განვითარებისთვის. და რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მიღება არ არის მთავარია შენარჩუნება ამ ყველაფრის და ამისთვის ჩვენი მუდმივი ხარისხის მონიტორინგი არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ გამოვავლინოთ ყველა გასაუმჯობესებელი, ასე ვთქვათ, არეები და უკვე შევძლოთ ამაზე მუშაობა სამომავლოდ. წარმატებები. კანადის პლატინიუმ აკრედიტაციასთან ერთად გილოცავთ არაჩვეულებრივ სატელევიზიო პრემიერასაც და წარმატებები გუნდთან ერთად ანა ბოლქვაძე, მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულას კლინიკური და ხარისხის დირექტორი, სწორედ მასზე და მის გუნდზე გაივლის მთლიანად იმ მნიშვნელოვანი აღიარება, რაც კლინიკა მედულამ კონსილიუმ მედულამ მოიპოვა და კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო და წარმატებული მოგზაურობა ამ ძალიან საინტერესო დროში.